ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი CNN-ზე, ასე ვთქვათ, ქებადიდების სიტყვებს არიშურება და ტრამპის მისამართით, ხო? მე CNN-ი არის ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ტრამპის ოპონენტი, მოწინააღმდეგე ტელეარხი. და რას ფიქრობთ თქვენ, რატომ გააკეთა მან ეს ყველაფერი? რა თამაშს თამაშობს ახლა ყოფილი პრეზიდენტი? ვერ გეტყვით ახლა მისი ინტელექტუალური შესაძლებლობის შესახებ მე ჩემი მკაფიო წარმოდგენა მაქვს, მისი საერთაშორისო იდეები ძალიან საეჭვოა, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, რომ ის ყველანაირად ცდილობს, რომ მოხდეს ტრამპის ყურადღების არეალში. მან რამდენჯერმე გააკეთა ასეთი სვლა ამერიკის მედიაში, ის შეეცადა ეს პრორუსული შლეიფის განეიტრალებას, რომელიც ტრამპს დემოკრატებმა, ამერიკელმა დემოკრატებმა აღკიდეს. ვერ გეტყვით ახლა შეამჩნევს თუ არა ტრამპი მას, მაგრამ ის რაც ტრამპმა განაცხადა 2006 თუ 7 წელს, როდესაც საქართველოში იყო ჩამოსული, ის განაცხადა იმის გამო, რომ მას გადაუხადა საკმაოდ სოლიდური თანხა, რომ მისი სახელი მინიჭებოდა ბათუმში ერთ-ერთ მშენებარე ობიექტს. ჟურნალისტობას დაუწყია ტელეწამყვანობა, ხო? კი ბატონო, იმიტომ რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ბრძოლის საშუალება არის მისი მედიაში არ გამოჩენა უბრალოდ. ეს პოროშენკოს ხელისუფლებამ კარგად შეაფასა, კარგად მიხვდა და ის უბრალოდ აკრძალეს და ლიმიტირებულად უშვებენ ეროვნულ არხებს. ეხლა ის არხი, სადაც მან დაიწყო მოღვაწეობა, ტელეარხი ზიკი, ეკუთვნის დინინსკის, ეს დინინსკი გახლავთ ოლიგარქი, დაახლოებით $2 მილიარდამდეა მისი ქონება შეფასებული და ის არის ჩვეულებრივ ერთ-ერთი ოლიგარქი უკრაინის, რომელმაც ასე ვთქვათ, როგორც ჩანს ალიანსი დააყარა სააკაშვილთან და მას მისცა და რომელ პოლიტიკურ გუნდთან ასოცირდება, პოროშენკოს თუ მის ოპონენტებთან? ის კავშირში იყო იანუკოვიჩთან, თუმცა იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ იანუკოვიჩის მომხრეთა ბანაკი დაიქსაქსა და ეხლა მიდის ფორმირება ახალი ბანაკის. ეხლა ამჟამად დინინსკი როგორც ჩანს საკუთარ პროექტს ახორციელებს სააკაშვილის სახით.